დილამშვიდობისა. გუშინ ვანდა იყო მარტო, იმიტომ რომ მეგობარმა, ოჯახში ჩვენმა ოჯახში მეგობარმა ვერ მოახერხა, იმიტომ რომ თურმე რამდენიმე დღეა არ ვიცი როგორ არ გაიგო ეთყობა ვანდამ. უბრალოდ ალბათ ეგონა რომ დაურეკავდა და ეგრევე იმას იტანდა და ალბათ ყოფილა და სახში, ანუ ხო, და ასე რომ მარტო ვანდა იყო და ისე ვთქვათ ოჯახურ გარემოში ვიჭორავეთ, ბევრი გავიხსენეთ, ბევრი რამ ვიმსჯელეთ, მოკლედ კარგი საღამო იყო ის ხო მართლა ვანდა საჩუქარი გამიკეთა აი ესეთი ჭიქები გაგიკვირდებათ, შეიძლება ბევრს არც გაგიკვირდეთ, ფასი ამისი ზედა წერია 5.50. წარმოიდგინეთ 6 წელი ჭიქა 5.50. ეს არის ესეთი, ну აი წყლისთვის, მინერალური სასმელისთვის, მოკლედ ძალიან ლამაზი ჭიქებია. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. აი ესეთია. ფაქტიურად ლარიც არის თითო ჭიქა რა. კარგი ზომა. ანუ და მოკლედ გუშინ გავტესტე ხა ამაში, ну კი ახლა წყალი შეიძლება დალევ, მაგრამ ну სოსოს უყიდე, ლიმონადი, პატარა გამონაკლისი გავაკეთე. ასე ვთქვათ, განტვირთვა. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა რაც ესე სხვაგვარად გვაქვს კვების რეჟიმი. შესაბამისად არ ვშალთ ესეთ რაღაცებს რა. ანუ ძირითადად ვცდილობ სასარგებლო რაღაცებს. ხო, რაც შეეხება ხო ესე კომენტარში დავიწერეს, რომ ესო ძალიან ბევრ შაქარს ყრია. ეს არის პაწაწუნა ესეთი კოვზი, ძალიან ანუ ღრმა არ არის, თან დაშაქრულია, არ ვიცი თუ გამოჩნდება კარგად თუ დაინახავთ, ну დაშაქრულია და მე ვიღებ ხოლმე ფაქტიურად აი ამდენს და ესე რომ ყრი, კი ვითომ ჩანს ბევრს. უბრალოდ მაგ ამ ბოლო ხანში დაახლოებით ერთი წელიწადი იქნება, რაც აი რიცხვებზე დამემართა რაღაცა ის ხო არის დაავადებასავითროა რა. ერთ-ერთ ფილმში გეცოდინებათ ჯეკ ნიკოლსონს როლს. რაღაცა ქვია, ეხლა უბრალოდ არ მახსენდება, თუ გამახსენდა დავწერებ. მოკლედ ეს უჯრე ესეთი ხაზები რო იმებს ვერ აბიჯებს და თუ პატარა უჯრებიანი ის არის ქვაფენილი, საერთოდ ვერ გაივლის. და ეს მაგალითად სახელურის მოგაჩვა და ну სერიოზული ის არის ზაღვრა, მაგრამ მე ხა ესეთი ძალიან სერიოზულ დონეზეც არა მაქვს, მაგრამ მაქვს რიცხვებთან დაკავშირებით. ანუ მაგალითად გავლების დროს ამდენჯერ უნდა გავავლო და ესეთი რაღაცები მაქვს, ხო. და თან ვფიქრობ მაინც უფრო ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ მე გავიგერო, თურმე ნიკოლა ტესლას ჰქონდა ესეთი რაღაცა და რა ვიცი. შევეჩვიე და ახლა ცოტა გადაჭრა ძველი იქნება და ანუ რაღაცა რაოდენობის რიცხვი რომ უნდა ჩავყარო შაქარი. იმიტომ არის რომ ჩანს ვითომ ბევრს ყრი, ამ დროს არ ყრი ბევრს, უბრალოდ ცოტას ვიღებ და ბევრჯერ ვყრი რა. ხო, ну ახლა თუ შეამჩნევთ ვიდეოში, თუ გადაახვევთ და ნახავთ, რიცხვსაც გაიგებთ რამდენ რაოდენობას ვიყრი. ახლა კვერცხს ხარშავ, სოსოს ჯერ კიდე ზინავს. ვიღაცამ მკითხა ეს სოსო საერთოდ მეორე ცვა არის, ანუ რახან სხვა სკოლაშია, მაგრამ თავს ვიკავებთ სკოლაში სიარულზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სასწავლო წელია, წელს არ ვიცი, ახლა ცოტა მგონი გამოსწორდა მდგომარეობა, თუმცა ახლა ამ ეტაპზე არის საშინლად გავრცელებული ვირუსები. ისეთი საშინელი, რომ ვკითხულობ ინფორმაციას ამ ვირუსებთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მინდა შარში თავის გაყოფა და ასე ვთქვათ, სახში თავისთავად მეცადინეობს, ეხლა თავს არ აკლავს, მოდით სიმართლე ვთქვათ, რაღაცა ის, მაგრამ
იმ სკოლის ისე ხო, რომ ვთქვათ, სკოლის მასალაზე ბევრად უფრო დიდი ცოდნა აქვს მიღებული უკვე. მე მაგალითად მცხვენია ხოლმე რაღაცაზე რომ მეკითხება და ვერ ვპასუხობდა ისეთი იმდენი ინფორმაცია აქვს მიღებული, რომ რა ვიცი, ბევრ დასრულს რო არა აქვს, ხო და სკოლაში ხო, საერთოდ სკოლის მასალა ხო ისეთია ძალიან, არ ვიცი, ჩემთვის მაგალითად ეხლამდელი გადასახადი და სასაცილოა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ფაქტიურად მარტივია რა. თან მით უმეტეს თანამედროვე დროში, თორე ჩემ დროს კიდე, არ შეიძლება მე მეჩვენებოდა ესე ბავშვობაში, მაგრამ 23 სკოლა ისედაც გამოირჩეოდა დონით, სიძლიერე, ცოდნის, ასე ვთქვათ, გაღრმავებით ჩვენ მარტო რაც სილაბუსის მიხედვით მასალა იყო, იმაზე უფრო მეტსაც გთხოვდნენ და მეტ ინფორმაციის მოძიებას იმ დროში, როცა ინტერნეტიც არ იყო, წარმოგიდგენთ, ბიბლიოთეკებში უნდა გევლო რაღაცა წიგნებიდან და მიგეღო ეს ცოდნა. ეხლა ხელმისაწვდომია ყველაფერი და რაღაცა კითხვა რომ გაგიჩნდება, მოდი ვკითხოთ ChatGPT-ს ან Google-ს ან რაღაცა ესეთი და აღარ არის რა ესეთი რთული როგორც იყო ადრე. ხო და შესაბამისად ძალიან ესეთი სურვილი მქონდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დავადგავ მაგას საშუალს, რომ ცოტა ხანი რაღაცა დროით მაინც სახლის იმაზე გადავიყვანო, სწავლებაზე, სანამ არ ჩაივლის ეს უბედური პერიოდები გინდა ვირუსების ამბავში, საზრობა, რაც კოვიდის მერე ხდება და რაც აი კოვიდიდან რომ დაიწყო, ეს არის აი მართლა სადიზმი და თავისთავად ახლა მე ჯერჯერობით იმხელა საშუალება არ მაქვს ფინანსური რომ უზრუნველყო ის გამოჯანმრთელება თუ ასე და ასე შემდეგ და დაზღვევა ხომ თუმეტეს არა, არ ვიცი, მოკლედ გავიწეწებით რაღაცა რომ შეგვდეს, ის კი არა მაღაზიაში რომ ვიყავი ჩასული, ორი კაცი იყო შემოსული გუშინწილი იყო თუ გუშინწილის და ერთ-ერთი ისე ახველებდა, ისე ხალხით და ისე აცემინებდა და ისე სახე ჰქონდა, აი ფილმებში თუ გინახიათ რაღაცა ვირუსებზე როა ფილმები და რაღაცა აეროპორტში რომ ძალიან გაწითლებული და რაღაც საშინელ მდგომარეობაში რომ დაახლოებით ესე იყო და ეს კურტკა ესე რომ გავიკეთე, კარგი ხანი სანამ არ წავიდნენ ესე ვიდექი, მეთქი რაღაცა არ აუტანო ბავშვს და ხო და ვისაც აღიზიანებს ეს, გაღიზიანებთ ბავშვს რომ ამბობ, ბავშვია 18 წლამდე ბავშვია ჩემთვის, იმიტომ რომ აი სრულწლოვანი რომ გახდება და თავის თავზე უკვე აგებს პასუხს, აი მე უკვე აღარ იქნება ბავშვი და 18 წლამდე სანამ იზრდება, სანამ ზრდის პროცესია, ითვლება ბავშვად. ეხლა ვიღაცა შემეკამათება, ეხლა იურიდიულად ეხლა 12 წლიდან უკვე ითვლება რომ მოზარდია, თავად ბავშვად, სიტყვა ბავშვი არ იხმარება, მაგრამ არც დიდია, ხო? მოდი ეს შევთანხმდეთ და მე როგორც მშობელი ესე ვახსენებ ჩემ შვილს. ეხლა ჩემ უფროს ბიჭზე ხო არ ვიძახი ბავშვია თქო. ხო და აქედან გამომდინარე სიმაღლე და სიგანე მოგატყუებთ, რა ვქნათ, ეხლა გენები აქვს ესეთი და დიდება უფალს რომ მშვენიერი გენები აქვს და ძალიან კარგი კაცი ბიჭი მომავალში კაცი რო იქნება მაღალი და ესე ვთქვათ მოხეული და ესეთი კანის და პლუს ამ ყველაფერს კიდე გონება და რაღაცა ვადუკეთეს. ხო და რაც შეეხება სწავლას, ესეთი არის განცხადება უნდა დაიწეროს რაღაცა ისა, არ ვიცი ვადები მან როგორ იქნება ზუსტად, არ ვიცი, მაგასაც გავარკვევ და ესე გადავწყვიტე, იმიტომ რომ და მე ახლა სემესტრის ბოლოს ჩააბარებს ხოლმე ყველა საგანში, რაც შესაძლებელი იქნება. არ ვიცი, ახლა ჩემ დროს ყოფილიყო ამათი პროგრამა, როგორც ახლა ესენი სწავლობენ, არ ვიცი, ძალიან, არ ვიცი, სახალისო წიგნებოდა, იმიტომ რომ ჯერ წიგნებიც განსხვავდება. უფრო როგორ ვთქვათ, აი მართლა სასიამოვნო წასაკითხიც არის. ადრე წვრილი შრიფტი იყო, თვალებს ვითხრიდით ბავშვები, რა ვიცი, ეხლა მშვენიერი შრიფტია, ბავშვი თვალს არ დაითխრის, ისე კარგად გარკვევით წერია ყველაფერი და რა ვიცი, ეს მასალა, რაც ამ პერიოდში ისწავლება, სასკოლო მასალა,
ჩემი აზრით ორ თვეში თავისუფლად შეიძლება დახუროს გონიერმა ბავშვმა ამას ვიძახ. რომელსაც შეუძლია წაკითხulis გააზრება და ასე შემდეგ. ხა ტექნიკურ საგნებში შეიძლება ცოტა ისა თუ ნიჭი არ აქვს და რაღაცა ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ ზოგადად ეს პროგრამა ამ ხელაზეც არ უნდა იწელებოდეს ჩემი აზრით, ჩემი მიზანი და შეხედულება. ხო, თან არ ვიცი რა მოკლედ ეს თავშეყრის ადგილები მასიური მაღიზიანებს მე პირადად ბავშვს თავისი აზრი აქვს მაგასთან დაკავშირებამაც მოიტანა. მინდა გითხრათ, ცხოვრების დამსახურებაც უпростоრად აი ეს სოციალური მდგომარეობის ქვეყანაში, ქვეყნებში კოვიდმა ხო საერთოდ გაანადგურა ყველანაირი ისა, იმიტომ რომ ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ადამიანებისთვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ომი იყო. და ადამიანებმა თავი იგრძნეს, აი ძალიან უსუსურად, დაუცველად და შესაბამისად ახლა ვიღაცას მყარი ფსიქიკა აქვს, ვიღაცას თვად ისეთი არა და აი აქედან გამომდინარე გამოვიდა ის რაც გამოვიდა და სამწუხაროდ აი ესე განვითარდა მოვლენები. რამდენი წლები დაჭირდება ამას, რომ რეაბილიტაცია მოხდეს ადამიანების, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მდგომარეობის, არამედ ქვეცნობიერის დონეზე მაინც დარჩენილია. გარეგნულად თვითონ ჩასვა ხალხი კიდევ თვითონ გამოვიდა, მაგრამ ეს კარგი ხანი იქნება დალექილი და ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თვითონ ადამიანებს. ვინც მარტივად ძლებს ესეთ რაღაცას, ხო, კაი და ვინც არა, უმრავლესობა ვერ ძლებს. ამიტომ ესეა. ხო, ძალიან შეცვალა კი ურთიერთობები, მანამდე ხო კოვიდამდე მართლა არ ყოფილა მაგის პრობლემა. შეიძლება მაგის ბრალიც არის, არ ვიცი, ეს ყურადღებობის მომენტი და მეც მათ შორის არა ვარ გამონაკლისი, მეც მაქვს ეს ისა, ანუ რაღაცნაირად ხალხი ჩავიკეტეთ ჩვენ თავებში. თუმცა ზოგი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ახერხებს კიდე ეთყობა. მე ესე ვარ. თავარია რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არ არის ესეთ მდგომარეობაში დიდება უფალს. ეს უკვე მართლა ანომალია იქნებოდა, მართლა რაღაც ავადმყოფობა. ხო, ესეთი ამბები. მივირთვი უკვე, ასე რომ მეორეს არ გავიკეთებ ჯერს საღამოს ალბათ. არ ვიცი, ამ სცენარეს რა დაემართა ეს პატაკძალას. ისე მეწყინა რომ დავინახე. მოკლედ რაღაცა ან დავარდაზე თუ რაღაცა და ეს ღერო გადაწვა და მოკლედ თუ რამე ამის იმითი განწყობით რომ ველოდებოდი და რაღაცა რომ გავახარებდი პატაკძალას. სავარაუდოდ ალბათ მომიწევს გაზაფხულზე შეძენა, იმიტომ რომ მიყვარს ეს ყვავილი, მცენარე. ბებიას ჰქონდა, დედაჩემის დედას, ხო და ფანჯარაზე დგა ისე ლამაზად ხარობდა. მოკლედ. ეხლა მე კვერცხს გავარჩევ, ბრინჯი მაქვს მოხარშული ცოტა. ბოსტნეული და რა ვიცი, რაღაც ფოთოლი, მწვანილი. მართლა ჩემარები მოდის. კარგით. მე ხა ვისაუზმებ, სოსაც გავაღვიძებ და მოკლედ არ ვიცი, ალბათ საღამოს გუშინ მინდოდა გადაღება და რაღაცნაირად მოვითენთე დროზე ადრე, იმიტომ რომ ეს ასეთი საღამოს ამდენი ისა ურთიერთობა, ესა სხვათა შორის მე და სოსო სახშიროვად, ხო, ფაქტიურად არ ვსაუბრობთ რა, იშვიათად ის თავის საქმეებშია ჩართული, მე ჩემი და ესე ვართ რა. ისა კვარტირანტები ვით, ეგრეთ წოდებული. კარგი, ეხლა როცა არის რაღაცა ისეთ თემას ასაუბრებ, ვისაუბრე რა თქმა უნდა, მაგრამ აღმზრდელობითი ისა რა სამუშაოები. მაგრამ ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში ანუ სისტემატურად არა. კარგით, მეგობრებო, დროებით და გაკვეცეთ, აბა, საღამომდე.